ავთოგვასალია უკვე 2 წელია საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების თანამშრომელია და ყოველ ორშაბათს განთიადი სტუდიიდან ჩვენს მაყურებელს გასული კვირის სპორტულ მიმოხილვას თავაზობს. სურათისა და გიორგი აბურჯანიას ანროთოსის მაიანა პა. ერთი შეხედვით თითქოს ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცის რომ ავთო რომელიც უკვე 2 წელია ჩვენი კოლეგაა 16 წლისაა და უკვე 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორია. ეს არის ფილმისთვის მათხოვრის ერთი დღეს ოქროს პეპელა საბავშვო ფილმების ფესტივალი არის ოქროს პეპელა გადმოგვცეს მათხოვრის ერთი დღისთვის. ეს არის 2013 წლის და 2014 წელს კიდევ ერთი ფილმისთვის სიცოცხლე უცნობისგან ეს არის ესეთი მოკლე დოკუმენტური ფილმი რომელისთვისაც დავიმსახურეთ ეს დიპლომი. პატარაობიდანვე კამერა ყველაზე ძალიან ყვარებია. 5 წლის ასაკში ყველაზე საყვარელი სათამაშოც სწორედ კამერა იყო, რომელიც მალე ავთოსთვის საგანგებოდ ნაყიდმა ნამდვილმა კამერამ შეცვალა. ბავშვობიდანვე მქონდა ნამდვილად თავიდან იყო 8 წლის, ეზოში ბავშვები მოკრიფა და ჩვენთან იქ კორპუსში არის საინჯგიო ის რაღაც დაწესებულება და ეს ბავშვები მოუკრეფია და ასულან ამ უფროსის კაბინეტში. და უთხოვიათ რომ ის ტელევიზია გვინდაო გავხსნათო და თუ შეგიძლიათ დაგვაფინანსეთო. ხო და ამ კაცმა მოუტანია და 200 ლარი მიუცია და სიხარულით მოირბინა 200 ლარი მოგცეს დაგვაფინანსეს და უნდა გავხსნათო 8 წლის იყო მაშინ. ხო და ეს ფული რა თქმა უნდა უკან დაუბრუნეთ იმ კაცს და მეორე დღეს ტელევიზია არა, მაგრამ წავედით იძულებული გავხდით და უყიდეთ კამერა. მიუხედავად სპონსორისა ტელევიზიის გახსნის გეგმები ჩაეშალა. თუმცა რამოდენიმე წლის შემდეგ ნამდვილი კამერის ობიექტივში ნამდვილი პერსონაჟები მოხვდნენ. ასე შეიქმნა მათხოვრის ერთი დღეც და სხვა ბევრი სიუჟეტიც, რითაც ავთომ ჩვენს მაყურებელს თავი გააცნო და დაამახსოვრა. ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა გადაღებები, კამერა, ასე შემდეგ და ჩემს მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე რომ გადამეღო, ჩემი პირველი კამერით გადამეღო რაღაც ესეთი მოკლემეტრაჟიანი ფილმივით, უბრალოდ აი ესეთი შემეცნებითი ხასიათი ჰქონდა ამ ვიდეოს, რომელიც ჩვენ გადავიღეთ. ეს იყო პირჯვრის გადაწერაზე. პირველი გადავიწერეთ საშუალო ასაკის ქალმოჩუმად უთხრა თავის გვერდით გომბავს, როდესაც მოწვანომა ამბიონი და სახარებით დაუცა მრევლი. ბავშვმა დედასთან ერთად ღირსეულად აუჩქარებლად იწყო ბიძის გადაწერა. სახელთა მამისათა და ძისათა, წმინდისა სულისათა. ბარბარეს ეკლესიაში ვიყავით ასულები პირჯვრის გადაწერაზე, ხალხ ზოგიერთ სხვა არასწორად ესმის ეს. და მაგაზე ავთოს მეშვეობით რაღაცა ინფორმაციას მოვიწიეთ. როდესაც უკვე გადავიღეთ და გქონდა ესეთი გამზადებული მასალა, გადავწყვიტეთ რომ მიგვეტანა საპატრიარქოს ტელევიზიაში, ჩვენს ტელევიზიაში, რადგან ისეთი ხასიათის იყო, რომ ყველაზე მეტად შეეფერებოდა ჩვენს ტელევიზიას. მე კარგად მახსოვს მისი პირველი მოსვლა ჩვენს ტელევიზიაში. 3 წლის წინ ოთახში გაიღო ოთახის კარი და შემოდის ბავშვი პოზიტივი, გაბწყინვებული თვალებით და აქვს ფრაზა გამარჯობათ, მე მინდა გავხდე თქვენი თანამშრომელი კი არა და სტაჟიორი. ეს ფრაზა იმდენად თბილი იყო და იმდენად გულწრფელი იყო, უცებ მიხვდა რომ პირდაპირ თანამშრომელი ვერ გახდებოდა, მაგრამ მის ხაციათში დავინახე რომ იყო საკმაოდ მიზანდასახული და მან უცებ მოიფიქრა რომ ჯერ სტაჟიორობიდან უნდა დაეწყო იპოვა გამოსავალი. და წარმოადგინა თავისი პირველი სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა სარწმუნოებას, სიკეთეს და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. შემდეგ წარუდგინეთ ავთო თავისი ნამუშევრებით ჩვენს ხელმძღვანელობას და მეუფე პეტრემ დალოცა ავთო, გითხრა რომ ავიყვანოთ სამსახურში და განსაკუთრებულად ვიზრუნოთ მასზე, ვინაიდან ის არის ჯერ სკოლის მოსწავლე და ავთო მაშინ იყო 14 წლის. მთავარმა რეჟისორმა ლევან ქიქავამ და თამარ არჩვაძემ გადაწყვიტეს, რომ მე მივსულიყავი ტელევიზიაში, დილის გადაცემაში და უბრალოდ მესწავლა თუ როგორ ხდებოდა ზოგადად, როგორ მიდიოდნენ ჟურნალისტები გადაღებაზე, როგორ იღებდნენ და ანუ პრაქტიკანტი ვიყავი, ასე ვთქვა. ტელევიზიაში მისვლიდან 2 კვირაში დამავალეს მე თვითონ რომ გადამეღო სიუჟეტი. ეს ნახა უკვე დილის გადაცემის ხელმძღვანელმა ელისაბედ აბულაძემ. დავინტერესდი ამ პატარა ბიჭით, რომელიც სულ რაღაც 14 წლის იყო. ერთი-ორჯერ რაღაც დავალება მივეცი, ძალიან მომეწონა. მაგრამ დარჩა ჩვენთან ჯგუფში. და მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, რომ სწორედ ჩემს ჯგუფშია ისეთი ახალგაზრდა, როგორიც არის ავთო, ასეთი სხარტი გონების, შრომის მოყვარე,
და რაც თორე კარგი ადამიანი. და ორი რამ აქვს მას ერთად, რაც მინდა აღვნიშნო, არის ნიჭიერი, ძალიან სხარტი გონება აქვს და ამავდროულად არის ძალიან შრომის მოყვარე. ანუ მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გახდეს ძალიან წარმატებული ადამიანი. და მე ვუსურვებ ავთოს, რომ გამოიყენოს ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ახლა მას მიეცა და განვითარდეს და კიდევ უფრო წინ წავიდეს ცხოვრებაში და ნამდვილად წარმატებული გახდება მე ამისი მჯერა. კვირიაკეს გადამღები ჯგუფი ავთოს სკოლაში ვესტუმრეთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კერძო სკოლა აისში, სადაც ავთო სწავლობს. ავთო მე-11 კლასშია და ჩვენ ახლა გავიგებთ, როგორი მოსწავლეა ავთო და რას ფიქრობენ მასზე მეგობრები. ავთო ძალიან მხიარული, მეგობრული და კომუნიკაბელური პიროვნება. არავისთან არ უჭირს ურთიერთობა და შეუძლია ყველას თავი აგრძნობინოს კარგად. მისი ბუნებიდან გამომდინარე არის მოწესრიგებული, კეთილსინდისიერი ადამიანი. ვთვლი რომ ნამდვილად ღირსეული ქართველი გამოვა მისგან. მე ამის იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ. ერთ-ერთი აქტიური და წარმატებული მოსწავლეა. ჩართულია უამრავ ღონისძიებებში, მონაწილეობას იღებს კონფერენციებშიც, ოლიმპიადებშიც. ასევე ამ ასაკის ბავშვებში ძირითადად გამორჩეულია ბავშვებისგან იმით, რომ არის დაკავებული აქ სამსახური, თავისი პროფესია არჩეული აქვს, მიზნისკენ სწრაფვა ახასიათებს, არის მიზანდასახული, შრომის მოყვარე მოსწავლე. სკოლაში ავთოს მეგობრები ხშირად საუბრობენ მის სიუჟეტებზე. კლასელებიც უყურებენ ხოლმე სპორტულ გამოშვებასაც და ასევე სიუჟეტებს. ყველაზე აქტუალური ალბათ ზოგადად მაყურებლებისგანაც წამოვიდა ამ თემაზე რეაქცია, ეს იყო კაზანტიპის თემა და კლასშიც განვიხილავდით ამ თემას, ჩვენ მაინც ახალგაზრდები ვართ და ყველას თავისი აზრი ჰქონდა. მაგრამ არის ისეთი თემები, რომლებზეც თვითონ ჩემს კლასელებსაც აქვს დაუშვათ შენიშვნები, თავიანთი მოსაზრება, დაუშვათ ამ სიუჟეტში თვითონ რას დაამატებდა, რას ამოიღებდა ჩემს მიერ მომზადებული სიუჟეტებიდან და ასე შემდეგ. მეგობრები აქტიურობენ რჩევებსა და შენიშვნებშიც, თუმცა მათ არც კომპლიმენტები ავიწყდებათ და არც ავთოს პირველი გადაცემა კამერით, სადაც სიუჟეტის მთავარი გმირები თვითონვე იყვნენ. ვფიქრობ, რომ კარგად მიყავს გადაცემა, ისე ანუ არ ეტყობა, რომ ან ნერვიულობს, არ ჩანს ანუ ეს ყველაფერი და კარგად გამოსდის. დილით, როდესაც ავთოს სიუჟეტები გადის, მაგას ყოველთვის უყურებ და სკოლაში შემდეგ ვეუბნები რა მომწონს, რა არა და რომ მომწონს ხოლმე. ხა ჩემი გადმოსახედიდან ძალიან კარგ სიუჟეტებსაც ამზადებს და შვენივრად ართმევს თავს ყველაფერს. ავთო თავის მომავალ პროფესიაზეც გვიყვება. მათ ვისაც მისი სიუჟეტები უნახავს, ალბათ გაუკვირდება, რომ იგი ჟურნალისტობას არ აპირებს. მე მსურს ვიყო მსახიობი. ამას და უკვირთ ხოლმე საერთოდ რო ვეუბნები რომ მსახიობი, მაშინ რატო ხარ აქ? უბრალოდ მიყვარს ეს კამერები, გადაღებები და საზოგადოებისთვის რაღაც თემაზე დაუშვათ მაგალითის მიცემა სიუჟეტის სახით. დღეს სკოლიდან გაკვეთილების დასრულებამდე მოდის. მიზეზი საპატიოა. ხვალინდელი ეთერისათვის უნდა მოიმზადოს. გამარჯობათ ქალბატონ თამარ, საპატრიარქოს ტელევიზიიდან გირეკავთ. იცით რა არის ამ კვირისთვის ვამზადებთ სიუჟეტს სუიციდთან დაკავშირებით, აი გახშირებულ თვითმკვლელობებზე და ხო არ ჩაგვეწერებოდით? ჩვენ შევეცადეთ მაყურებლისათვის უფრო ახლოს გაგვეცნოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ყველაზე პატარა თანამშრომელი, ავთო გვასალია, რომელიც თავისი ბავშვური ხალასი გულითა და ნიჭიერებით ყოველ ორშაბათს დიდი ბავშვის თვალით დანახულ პატარა ამბებზე გვეყვება.